საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV პირველს, მე კაჩხეიძე ვარ და პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. ჩვენს რეალობაში ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეშივე იქცევიან ხოლმე ლეგენდებად. ასეთია დღევანდელი ჩემი სტუმარი. ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე იყო პოპულარობის პიკში. იყო ძალიან წარმატებული ახალგაზრდა, ყველასთვის მისაბაძი, ტრენდული ტიპი ვოვა გუცაევი. მოგბრძანდით. ძალიან მიხარია თქვენი ამ სტუდიაში ხილვა. მოგესალმებით. დაბრძანდით. ვიდრე საუბარს დავიწყებთ, თისწყალი მინდა შემოგთავაზოთ 0%-იანი ბრომატით ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელი და სასარგებლო. როგორ ბრძანდებით ზოგადად? ნორმალია. კარგი. თქვენთან ვრცელი საუბარი მინდა დღეს რომ გამოგვივიდეს და ესე მინდა დავიწყო. თქვენი ფეხბურთი ეზოდან იწყება. დღეს ბავშვები აკადემიებში ინდივიდუალურ მწვრთნელებთან პროგრამებით იზრდებიან, ხო? აი თქვენი აზრით რა ქონდა იმ ეზოს ფეხბურთს ისეთი, რასაც თანამედროვე სისტემები ვერ აძლევენ ბავშვებს, თქვათ? ვიცით რა არის? შედარება იმ პერიოდის და ამ პერიოდის ცოტა რთულია რა. იმიტომ რომ დღეს ბავშვს აქვს მილიონი გართობა. თუნდაც ტელეფონი, თუნდაც კომპიუტერი, თუნდაც მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ იყო. იყო ბურთი, ეგეც თუ ქონდა, ზოგუბან საერთოდ არ ქონდა ბურთი და ერთმანეთს ეძებდნენ, რომ ვისა აქვს ბურთი, აი უბნელს აქვს ბურთი და ან იქ მიდიოდნენ, ან იმას პატიზებდნენ. მაგრამ თავისი პლუსიც აქვს, იცით, იმიტომ რომ დღეს რო ბავშვი სამჯერ დადის ვარჯიშზე, თქვა კვირაში, ეგ ბურთს ეხება ძალიან ცოტა დრო. და ჩვენ დროს სულ ქუჩაში ვიყავით, აი თუ სკოლა არ იყო, დილიდან, თქვა შაბათი კვირაა და დილიდან საღამომდე თამაშობდით ფეხბურთს. გასაგებია რომ შენ როგორც თქვა ახალგაზრდა მომავალი ფეხბურთელი სულ ბურთთან ქონდა შეხება. აკეთებდი რაღაც მილიონ ტრიუქს, რასაც ვარჯიშზე დღევანდელი ბავშვი ვერ აკეთებს. ფეხბურთელის გაზრდისთვის უფრო კაი პერიოდი იყო ვიდრე დღეს. ხო, მეტი დრო ქონდა ბურთთან და რა თქმა უნდა, თავარი ის არის რომ აი ბურთთან რამდენჯერ შეხება, თქვა. იმიტომ რომ აი დღეს ბავშვი ვარჯიშობს, კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეში თქვა 1 საათს, ხო? გადის ფაქტიურად ბურთს ეხება, ნუ მაქსიმუმ 5 ჯერ რა. ხო. არაფრის არც ტექნიკის განვითარების დროა, თქვა ფიზიკური მონაცემების, სისწრაფის განვითარების. ბევრი პრობლემა აქვს. როგორი ხასიათი უყალიბდებოდა მაშინ ბავშვს, მოზარდს ქუჩაში და ეზოში, ხო? აი როგორი იყო აი ეს ხასიათის ფეხბურთთან დაკავშირებით? ქუჩაში ნასწავლი ფეხბურთელის ხასიათი. აი მაგალითად მე რო მივედი, მე ვიყავი უკვე გვიან მივედი, 11 წლის ვიყავი საფეხბურთო სკოლაში რო მივედი. მაგრამ ნუ ფაქტიურად ეხლა მე რა არ ვიცოდი, კენწლა არ ვიცოდი, იმიტომ რომ ბავშვობაში ეზოში არ კენწლი რა ბურთს. მაგრამ აი მოტყუება, ფინტები რაღაცა ეგ უკვე თვითნასწავლი რაც. კი, რა თქმა უნდა, ღმერთმა უნდა მოგცეს, ეგ ნიჭია რა, მაგ თავისებური ნიჭია და ნუ ბავშვი ანვითარებ რა, რაც გაქვს, შენ ეზოში მაგას ანვითარებ. ალბათ სიმტკიცეც, ხო? აი სიმტკიცეც ხასიათი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა იცით რა არის, უბანში წაგება იყო ტრაგედია. პრესტიჟის ამბავია. ო, რო აი, თქვა მე რო დავიწყე უკვე საფეხბურთო სკოლაში სიარული, მთელმა მე ნახალუკაში ვარ გაზრდილი, ხო? მთელმა ნახალუკა მიცოდა, რომ კარგად თამაშობ. ხო, ვოვა გუცაევი არსებობს ეგეთი ბავშვი, რომელიც დადის დინამოს, ნორჩი დინამოელი იყო, მაგ სკოლაში და ეხლა მე რო ვეთამაშები უბნელებს და ვაგებ, ეგ ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი დარტყმაა. ამიტომ რა თქმა უნდა სულ ჭიდაობდით, სულ ბოლომდე ვიბრძოდით, მოგება გვინდოდა და პრესტიჟი იყო უბანში, შენ ხარ მაგარი ფეხბურთელი, ეგ იგივეა ეხლა როგორც აი მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებ.
ხო არის თავის გმირები, ხო? დიდი მასშტაბის გმირები. ჩვენ ვიყავით პატარა მასშტაბის გმირები. ბატონობა, თქვენ ფეხბურთი თავიდანვე გინდოდათ, იცოდით რომ ამ გზას უნდა გაყოლოდით, თუ ეს იყო ბავშვური გატაცება, ეზოს თამაში? არა, რა თქმა უნდა მიზანი ქონდა. ახლა და გეტყვით რატო, იმიტომ რომ მაგ პერიოდში, ხო? ერთი არაფერი არ იყო, რა ფაქტიურად იყო სპორტი. ხო. და სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სახეობა მაშინაც და ეხლაც ფეხბურთია და მით უმეტეს თბილისის დინამო ყოველთვის ფავორში იყო. ყველა ბავშვის ოცნება, ვისაც ჰქონდა ბურთთან შეხება, იყო ის აზრი, რომ რომელმე გახდეს ფეხბურთელი და თბილისის დინამოში ითამაშოს. ამიტომ რა თქმა უნდა, შენ რო დაინახავ რომ ნიჭიერი ხარ გაქ მაგისი მიდრეკილება ხო რომ როგორც ფეხბურთელი განვითარდე რა თქმა უნდა უკვე მიზანს ასახებ შენ თავში რომ უნდა გავხდე ფეხბურთელი. ეხლა რამდენად გამოდის ეგ უკვე სხვა კითხვაა, მაგრამ მიზანი ყოველთვის აქვს ფეხბურთი. თქვენ თავიდან მეკარეობა გინდოდათ ხო, როგორც იცი? სერგო კოტრიკაძე იყო მაშინ თბილისის დინამოს მეკარე, ეგ იყო ერთი უდიდესი მეკარე იყო რა თქმა უნდა, მაგრამ აი ძალიან უხდებოდა კარში დგომა რა, რაღაცა ერთი ძალიან სიმპათიური იყო, მე ესეთი აღნაგობა ჰქონდა. ძალიან სუბუქი იყო და ეხლა მე მაგალითად გიждდებოდი რა. მოგწონდათ ეს? ხო, თან რაღაც მუქი მწვანე სვიტრი ეცვა და დავდიოდი მაღაზიებში და ჩემს ვეუბნებოდი რომ დედა მიყიდე რა ეგეთი მუქი მწვანე. ანუ მოკლედ ეგეთი გატაცება მქონდა. 11 წლის ბობა გუცაევი, როცა მივიდა საფეხბურთო აკადემიაში. გადაწყვეტილება რო არ ყოფილიყო ოჯახის, თქვათ, მას უფრო ადვილად აღმოაჩენდნენ თუ პირიქით შეიძლება და ვერ დაენახათ რომ იცით რა, მე 11 წლის კი ვიყავი უკვე, მაგრამ სულ არ ფიქრობდი, თქვათ, რატომღაც არ ფიქრობდი, იმიტომ რომ ნუ ჩვენთან ოჯახში არ იყო ეგეთი არც მამა ჩემის მხრიდან ფანატიკი იყო ფეხბურთის და მიშამესხი უყვარდა, მაგრამ არასდროს არ დაუყენებია მაგას, რომ შვილო წამოვიდეთ ფეხბურთო სკოლაში. და რაღაც უბანში წარმოიშვა ესეთი ლაპარაკი, რომ ყოველ კვირას დინამო სტადიონზე ატარებენ ბავშვების სინჯებს. ხო და ნუ ჩვენ უბნის ბავშვებმა სხვა შორის არავის არ გვიშვებდნენ, იმიტომ რომ ეხლა მე სადაც გავიზარდე, ხო? იქიდან დინამომდე დადიოდა 3 ნომერი ტრამვაი იყო მაშინ ეგეთი. და გავიპარეთ რა ფაქტიურად, რომ არ მშობელისთვის გვითქვია, არც მე და არც წავედით 5-6 ბავშვი უბნელები და სხვა შორის 3 კვირა ვიარეთ. მე პირადად ეგენიც ეგრე. მე იმიტომ რომ 2 კვირა კარებში ვდგებოდი და ვიყავი ძალიან პატარა და მეკარე გასაგებია რომ არ დადგებოდა ჩემგან, მაგრამ რატომღაც მაყენებდნენ და ბოლო მე-3 კვირას რომ მივედი, იქ ერთი ეთყობა ცოტა გონიერი ტიპი იყო და რო შემხედა, შენ რა მეკარე უნდა იყო თუ შენგან მეკარე არ დადგებაო და წადის წინი თამაშიო და თუ წავედი მატაობა ვიცოდი, მატაობა ხო იცით რა? ხო, კი, როგორ არის? დღესო ფინტებს უძახიან. ხო. ჩვენ ვეზახოდით მატაობა, იცით თუ არა? ვიცოდი ეს მატაობა და ვიმატავე მაგ და შემამჩნია და მიმიყვანა მე ბატონ გრიშა გაგუა იყო. დიდი ფეხბურთელი იყო თავის დროზე, ეგ პაიჭაძის დროინდელი ფეხბურთელი, ეგ იყო მაგ სკოლის დირექტორი. და მაგასთან მიმიყვანა აი ბატონო გრიშა ესო ნიჭიერი ბავშვი ჩამსო და ხო. მოკლედ დამელაპარაკა ბატონმა გრიშამ, დამიბარა 9 საათზე. შეგიძლია ვარდიზე მოხვი და ეგრე ჩავერთე ამ იმაში. ოჯახმა როგორ მიიღო ეს გაპარვით მიღებული? არა, ოჯახს შორის მე ხო გითხარით, რომ მამა ჩემი იყო ფანატი, ძალიან მაგარი, მიშამესხი უყვარდა, უფროსი გიждდებოდა რა მაგაზე, სულ მაგის მხარეს დადიოდა სტადიონზე, დინამო სტადიონზე. მაგრამ მიიღო ნორმალურად, დედაჩემაც ნორმალურად მიიღო, უბრალოდ დედაჩემი მაცილებდა დინამოს იმამდე, სტადიონამდე, სანამ მე ვარჯიშობდი იქ მაღაზიებში დადიოდა ეთყობა. ხო და ესეთი დრო იყო. ძალიან კარგი. თქვენი კუმირი ვინ იყო? ქართველი მათ შორის, არ ვიცი, ბავშვობაში აი თავიდან. ვიცით რა არის? ესა
რა თქმა უნდა, მარტო ჩემი კი არა, მთელი საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს გულშემატკივრის კუმირი იყო მიშა მესხი. მიშა მესხი. ხო, ნუ აფრენდა ყველა რა. და ხო გითხარით, მამა ჩემიც მაგ კაგორტაში შედიოდა, რომელიც უბრალოდ გიждდებოდა. ნუ რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ სანამ სლავა მეტრეველი მოვიდა თბილისის დინამოში, ნომერი პირველი იყო მიშა მესხი. და 63 წელს, აი ზუსტად იმ წელს, როცა მე ჩავერთე უკვე სკოლაში, ამ საფეხბურთო სკოლაში, მოსკოვის ტორპედოდან წამოვიდა თბილისის დინამოში სლავა მეტრეველი. და სლავა მეტრეველს უკვე ძალიან მაგარი სახელი ჰქონდა. ნაკრებში თამაშობდა 60 წელი იყო ტორპედოსთან ერთად. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, იქ თასი ჰქონდა აღებული. მოკლედ ძალიან დიდი სახელი ჰქონდა მაგასაც და ეგ რომ მოვიდა თბილისის დინამოში უკვე აი ეს გულშემატკივარი გაიყო რა. მეტრეველის და მესხის. ნახევარი უკვე მესხისტებს უძახოდნენ. ნახევარს მეტრეველისტებს და იყო მაგათგან ბრძოლა ვინ უფრო მაგარი. ამ დროს ვერ ხდებოდნენ ორივე ძალიან მაგარია. და მაგაზე ლაპარაკი და კამათი მით უმეტეს უაზრობა იყო. ქართულ ფეხბურთში ადრე თითქოს უფრო ცოცხალი იყო მემკვიდრეობის განგცდა, ხო? უფროსი თაობა, ავტორიტეტები, მაგალითები, მიმბაძველობა და ასე შემდეგ. დღეს ეს კავშირი შენარჩუნებულია? პერიოდი იყო ისეთი. აი წარმოიდგინეთ რა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ აი წლები, რომ არაფერი არ არსებობს. საბჭოთა კავშირია, ვერსად ვერ მიდიხარ, ვერსად ვერ გადიხარ, გდიხარ ამ საბჭოთა კავშირში და ერთადერთი რაც იყო მართლა მასობრივი გართობა იყო ფეხბურთი რა. ამიტომ გიждდებოდნენ ფეხბურთზე და რა თქმა უნდა ეს ფეხბურთელები, ვინც თბილისის დინამოში თამაშობდა ძირითადში იყვნენ კუმირები რა. დღეს არ არის ეს კავშირი უფროს და უმცროს თაობას შორის შენარჩუნებული? ნუ დღეს უკვე ნაკლებად არის რა, იმიტომ რომ ნუ მართლა დრო შეიცვალა უკვე ბიჭები საალგარეთ თამაშობენ, ზოგი საფრანგეთშია, ზოგი ინგლისშია, ზოგი იტალიაშია და ესე შემდეგ. და ნუ უკვე ეს ცოტა გაბათილდა ესე რომ ვთქვა. რა მნიშვნელობის პასუხისგებლობა იყო თქვენთვის ის რომ იყავით არამხოლოდ კარგი ფეხბურთელი, არამედ გამგრძელებელი მეტრეველის, მესხის, დინამოს წინათაობების. ნუ ეგიცით რა არის, ეხლა ადვილია მაგის თქმა რა, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველაფერი უკვე შესრულდა, ყველაფერი მორჩა, შეგიძლია ივზელო, მაგრამ აი წარმოიდგინეთ იმ მომენტში რა, რომ წავიდა მიშა მესხი. ეგ იყო ქართველი გულშემატკივრისთვის მართლა ტრაგედია რა. მერე მოდის დრო და სლავა მეტრეველიც უკვე ასაკში შედის. კი ჯერ თამაშობს, მაგრამ გულშემატკივარი უყურებს, რომ ეგეს გაქრება რა და ვინ გამოჩნდება ისეთი. ვინ შეცვლის. ხო და ახლა ერთ ეპიზოდს მოგიყვებით. უკვე ფეხბურთს თამაშობ ძირითადში, უკვე ცოტა პოპულარობაც მაქვს. და მოდაში იყო ხალიჩები. რატომღაც? სახში უბრალოდ, ხო? ყველა ყიდულობს ამ ხალიჩას და დედა ჩემიც მეუბნება, რომ შვილო ერთი ხალიჩა მიყიდეო რა. დედას უარს როგორ ეთქო და წავედი მაშინ პლეხანოვზე მარჯანიშვილიც მოიდანი რო არის. იქ კუთხეში იყო ქსოვილების მაღაზია. კი, ეხლაც არის ხო? ეხლაც არის? კი. პოპულარული მაღაზია იყო საერთოდ, ეხლა არ ვიცი, მაგრამ მაშინ ისა დავაყენე მანქანა, გადავედი, შევედი ამ მაღაზიაში. დღას ვიღაცა ქალი გამყიდველი და კაცი. ხო. და ამ კაცმა მიცნო. მაგრამ მე არაფერი არ მითხრა ჯერ. თურმე არის იქ დირექტორი და დირექტორის მოადგილე ქვევიძიან სარდაფში რა. კაბინეტი ჰქონდათ იქ. და იქ ჩავარდილა და ვოვა მოვიდაო თუ ისაო და დაუძახეო, მოიყვანეო და მე მოვიდა ჩემთან, ვოვა, მოკლედ შენი ნახვა უნდა თუ ჩვენ უფროსებს და ჩამიყვანა. თუ დავიწყეთ ახლა ბუნებრივია ფეხბურთზე ლაპარაკი და მეუბნება ისეთ რამეს ერთ-ერთი. აი სლავა და მიშა რო წავიდნენო, ჩვენ გვეგონა რომ ყველაფერი მოგდა, ფეხბურთი კი არა, ცხოვრება მოგდაო რა. აი ესეთი
მე რატო ვაკეთებ ამაზე აქცენტ? ესეთი პოპულარულები იყვნენ და ფიქრობდა ხალხი, რომ ამათი შეცვლა არ არსებობს. შეუცვლელები არიან. ხო, მაგრამ გავიდა მე 1 წელი, 2 წელი შენ გამოჩდი, დათო ყიფიანი გამოჩდა, მაჩაიძე გამოჩდა და აი დღესო ისევ ცოცხლობთო რა. როგორი სასიამოვნოა. ხო და ნუ მე კითხეს და რო გაიგეს რომ იმას ხალიჩაზე ხალიჩებს ჩაუდეო ერთი მაგარი ხალიჩაო მოკლედ ფულის არ გამომართვეს ბუნებრივია და აი ესეთი ის იყო რა. აი გიждდებოდნენ. ხო რა თქმა უნდა. ბუნებრივად მოხდა რა ალბათ რომ სლავა მეტრეველი უკვე 35 წლის იყო და წავიდა ფეხბურთიდან მე ვარ 18 წლის და მე მოვდივარ რა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის ცხოვრებაში და ფეხბურთელის ცხოვრებაში პირველი აი შეხედვით თუ რამე დატოვე მეხსიერებაში რა. ალბათ გამიმართლა რომ ეს თამაშები რომლებიც მე მომიწია ეგრევე იმ 71 წელი იყო უკვე თამაშები სექტემბრიდან უკვე ძირითადში ვთამაშობდი და იქ მოსკოვის დინამოს მოუგე 2-1 გოლი შევაგდე იქ თავიდანვე წარმატებით ხო წარმატება რო წამოვიდა და მიგიღო იმიტომ რომ ძალიან ძნელია სლავა მეტრეველის და მიშა ბესხის შემდეგ მოიპოვა გარემარბი მიიღო ხა და ფაქტიურად თქვა რომ კი ეს გვაყვაყობილებს ეს ფეხბურთელი და ეს ბატონო თქვენ იყავით მთელი თანავარსკვლავედი გარდა იმისა რომ კარგ ფეხბურთს თამაშობდით იყავით მოდური ბიჭები მარტივად თქვა ხო გულისხმობ ყიფიანს გაბელია და არასელია ხო როგორი იყო აი თქვენი ურთიერთობა ერთმანეთთან მოედნის მიღმა მეგობრობდით თუ ოჯახებით თუ როგორ ჩვენი ცხოვრება ხო აი ფეხბურთის მიღმა აი მე მაგალითად მე ჩემ თავზე ვიტყვი, მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა, იმიტომ რომ მე ჩავაბარე ეკონომიურ ფაკულტეტზე უნივერსიტეტში და ვიყავი დღეზე. არა დაუსწრებელი, არა საღამო, არა დღეზე ვიყავი და მაშინ ფეხბურთელს ბევრი დრო ქონდა, შორის, იმიტომ რომ ვარჯიში ერთხელ იყო საღამოს, არ იყო მიღებული ორჯერადი ვარჯიშები, ეგ მერე შემოვიდა. ხო ორჯერადი ვარჯიში, სამჯერადი ვარჯიში დღეში, ну მოკლედ უკვე გადატვირთული ვიყავი და მაშინ თავისუფალი ვიყავი. დიდი სიამოვნებით მივდიოდი დილით ლექციებზე, იმიტომ რომ სტუდენტური ცხოვრება იცით როგორია, ხო, ძალიან მაგარი ცხოვრებაა სწორედ. და მე ვიგრძენი ეგ ცხოვრება რა, აი სტუდენტური ცხოვრება. შეიგრძენით? პლუს ახლა წარმოიდგინეთ, რომ უკვე მეორე კურსზე ვიყავი, როცა ძირითადში დავიწყე, უკვე პოპულარული გავხდი და ჩემი მისვლა უნივერსიტეტში იყო ჩემთვისაც რაღაც პრაზნიკივით, ხო და იმ სტუდენტებისთვისაც რა, რომ აი ჩვენ ფაკულტეტზე სწავლობს, თქვა ვოვა გუცაევი და დღეს უკვე თბილისის დინამოს ძირითადში თამაშობს და იქ ლექტორების დაძახება ჩაიზე და მაგათთან 2 საათი ჭორაობა, ძალიან მაგარი რაღაცა იყო. წარმოიდგინეთ რომ მე დილით მოვდივარ ლექციებზე და ლექციიდან მეძახიან და ზის 5 აკადემიკოსი და მე მაგათთან და საუბრობ ფეხბურთს. ნუ რაღაცა საოცარი ცხოვრება იყო. და ერთმანეთთან აი ბიჭებს გუნდში როგორი ურთიერთობა ჰქონდათ? ყოველთვის ძალიან მაგარი რა. აი მე პირდაპირ შემილია ვთქვა რომ მე მგონი ერთადერთი გუნდი ვიყავი ჩვენ თელსაბტო კავშირში სადაც არ იყო ერთმანეთის ჭამა კლანობა, აი რაღაც ჯგუფობა, არ ვიცი, აი ყველა ერთმანეთი გვიყვარდა და ალბათ მე მინდორზეც გამოჩნდა როგორი, ხო, იმიტომ რომ ეხლა აი დღესაც იძახიან, ხო, იქ რონალდოს პასარაძლევენ, აი მსოფლიოზე ვამბობ, დღევანდელ მსოფლიოზე, იმიტომ რომ რაღაც რონალდო ცალკე არის, ეს ფეხბურთელები ცალკე არის, ჩვენთან ეგეთი რამე არ იყო რა. ესე იგი, აი საგოლე მომენტია და უნდა მივცე რამაზის და მე შემელო თქვა დამერტყა, მაგრამ ის უფრო კაი პოზიციაშია. მე არ ფიქრობდი რა, არ იყო ჩვენში. ხო. არც რამაზის ჰქონდა, არ დათო ყიფიანს ჰქონდა. ვინ იყო უფრო კაი პოზიციაში, იმას ვაძლევდით ბურდა, ვიგებდით მთელი გუნდი რა და
ფაქტიურად აი ამ ერთმანეთის გაგებამ და სიყვარულმა გვიტანა ის, რომ ეს დიდი თასი ავიღეთ და თასებიც ავიღეთ, საავტოკავშირის ჩემპიონებიც ვიყავით, მეორე ადგილზე, მესამე ადგილზე. ძალიან პოპულარულებიც ვიყავით და 2-3 წელი მთელი ევროპა ლაპარაკობდა, რომ თბილისის დინამოსნაირი გუნდი არ არსებობს. და თავმდაბლებიც იყავით, ხო? თუ არ თავმდაბლები ახლა არავის ბოდიშს და არ ვებრიქებოდით რა ესე რომ თქო. ხო, რა ვიცი, ესეთმა პოპულარობამ ხო შეიძლება მოიტანოს. არა, სულ სხვა დამოკიდებულება ქონდა. სხვა შორის ნოდარ ახალკაც ძალიან დიდი როლი აქვს მაგაში, იმიტომ რომ ეგ სულ გვასწავლიდა, რომ იცი რა არის? აი შენ რომ გადიხარ და გულშემატკივარი მოდის შენთან და გეფერება, შენც უნდა მიიღო ის, რომ მაგას უყვარხარ. რა თქმა უნდა. და არა ისე, რომ შენ ვინა ხარ და ეგეთ ეს ძალიან დიდი როლი ითამაშა ნოდარმა ჩვენ ცხოვრებაში. აი ნოდარ ახალკაძე მინდა კითხოთ, არა როგორც მწვრთნელზე, არამედ როგორც ადამიანზე, რომელსაც ამდენი განსხვავებული ხასიათის ფეხბურთელი ერთა ესეთ მაგარ გუნდად აქცია. რა იყო ის მთავარი ძალა? ნუ ჯერ ერთი იცით რა არის? ცნელის გუნდში ფეხბურთელის წინაშე პოპულარიზაცია მოდის მაგის წარმატებიდან. ნოდარი მოვიდა თუ არა, წარმოიდგინეთ თუ 76 წელია. ნოდარი არის უკვე უფროსი მცნელი და ჩვენ ორი ბრინჯაოს медаლი მოვიგეთ იმ წელს და პლუს თასი მოვიგეთ საავტოკავშირის თბილისის დინამოს რო არ მოუგია. არ მოუგია მანამდე. მე მოვიდა 77 წელი, ფაქტიურად კინაღამ ჩემპიონები გავხდით, მეორე ადგილი ავიღეთ. და არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ალბათ წაიკითხეთ კიდევაც. აქ ზარიასთან ქონდა ვოროსილოგრადთან თამაში და მსაჯმა ძალიან ცუდად იმსაჯა. პენალტი არ დადო, 3 წუთით ადრე დაამთავრა თამაში, მოკლედ არ უნდა. უსამართლობას ქონდა ადგილი. ხო, და ეგ ფულები წაგვართვა ფაქტიურად და ჩემპიონები ვერ გავხდით მეორე ადგილზე, უკვე ძალიან პოპულარული იყო ჩვენი გუნდი. და როცა ეგეთი წარმატება გუნდს, ეგ არის ცნელის ძალიან დიდი დამსახურება, რა თქმა უნდა. და იქიდან მოდის ცნელის სიყვარული ფეხბურთელის მხრიდან, გულშემატკივრის სიყვარული ცნელის მიმართ და ეს და აი ნოდარამ ისეთი ის დააყენა უკვე პირველი წუთიდან წარმატება, რომ გახდა ძალიან პოპულარული და ძალიან რამე ქონდა საიდუმლო, რამე მიდგომა, ისეთი აი განსხვავებული, რამაც განაპირობა ეს. და ერთი უჩქიანესი აი ერუდირებული იყო, არ ვიცი როგორი და ნებისმიერ თემაზე რო დაიწყებდა ფეხბურთელი ლაპარაკს, ნოდარამ მაგ ლაპარაკს აგზელებდა, უმატებდა, გასწავლიდა და შენ აზე მოდიოდი, რომ ამან იცის ეს ყველაფერი, რა თემაზეც მუსიკაზე ეხლა მაშინ წარმოიდგინეთ, რომ ყველა ფეხბურთელი ეხლაც ეგრეა, ხო, დადიან ნაუშნიკებით, დადიან მუსიკას უსმენენ დღე და ღამე. მაშინაც ეგრე იყო რა, უბრალოდ სულ სხვა მუსიკა იყო, სულ სხვა რაღაცა აპარატურები იყო და ეს შემდეგ, მაგრამ ამ მუსიკაშიც იცო, აი შენ რო დაგეწყო, თქვა, რაღაც დიფარფლზე ლაპარაკი მოგიყვებოდა, ვინ არის დიფარფლის სოლისტები, ვინ არის ბას-გიტარაზე, ვინ არის თქვა სოლო, ვინ არის ვოკალი, გვარებს და სახელებს გეტყოდა და ფიქრობდი, რომ კი, მაგრამ კი, ფეხბურთი იცის, მაგრამ ზეპელინებთან რა საქმე აქვს, ხო, რა თქმა უნდა. აი ესეთი ტიპი. ყველანაირად გერგებოდათ. ძალიან მაგარი ტიპი იყო. მე მაგალითად ჩემ ცხოვრებაში ბედნიერი ვარ, რომ ეგ კაცი შეხვდა. ძალიან ბევრი ვისწავლე და ძალიან კარგი მაგალითი იყო. ალბათ ხშირად უკითხავთ თქვენთვის 1991 წლის ფინალზე. კი. რა გახსენდებათ იმ დღიდან? ეხლა იმ თამაში ფეხბურთმა გაიმარჯვა თუ ძლიერმა ფსიქიკა? ესე რა არის? ეხლა მთელ გულშემატკივრებს ალბათ გონიათ, რომ აი ფინალში რო გავედით და ფინალის წინ ერთი კვირა არ გვეძინა და ნერვიულობდით და რაღაც იცით რა არის? ეგეთ მომენტში მიდის ჩვეულებრივი სპორტული ცხოვრება. კი, შენ ფინალში ხარ, ამაყი ხარ, მაგრამ იცი რომ ფინალი უნდა მოიგო რა. ხო. ფინალი თუ არ მოიგე,
აი მილიონი ფინალისტია, ხო? ფინალში ხო ორი გუნდი თამაშობს. ყველას ახსოვს ჩემპიონი და ფაქტურად არავინ არ იცის ფინალში ვისე თამაშა. იმიტომ რომ მოგებული რა თქმა უნდა რა და შენ ფიქრობ ხო რომ ფინალში კი გახვედი, მაგრამ ის ფინალი თუ არ მოიგე 0-ია რა, შენ დაავიწყდები ყველას. ხო, всё, ეგ გაივლის როგორც არაფერი რა. ამიტომ ჩვეულებრივად ვებზადებოდით უფრო რა თქმა უნდა შემართებით, იმიტომ რომ კიდევ უფრო ვამბობ, ახსოვდა ნებისმიერ ფეხბურთელს, რომ ეს თამაში უნდა მოიგო, თუ გინდა რომ ისტორიაში დარჩე. და ესე მიდიოდა რა, ნორმალურად ვარჯიშობდით. თეორიული მეცადინეობა ჰქონდა, იქ ბევრი რამე ინფორმაცია მაშინ არაფერი არ ჰქონდა, თქვა, არ იმად ჰქონდა ჩვენზე, არ ჩვენ ჰქონდა იმათზე რა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირს არავინ არ აშუქებდა და GDR-საც მით უმეტეს არავინ არ აშუქებდა რა. აი ესეთი ემოციურად რა დაგამახსოვრდათ ამ თამაშიდან? რა არის ახლა საერთოდ თელი თამაში ემოციაა რა. ხო, თავიდან რო იწყებ, უკვე ჩართული ხარ ემოციებში რა. მით უმეტეს პირველი გოლი ჩვენ კარებში გავიდა ერთით ნოწაგე, ხო? რა თქმა უნდა, ახლა იქ თუ პანიკაში ჩავარდი და თუ რაღაცა სისულელეები დაიწყე და შენ რაც გეგმა გაქვს დასახული თამაშის წინ, იმ გეგმიდან გადახვედი, უფრო ცუდია. ხო, და პირიქით გაჩნდა ეს. ხო, პირიქით. Грабе успеет, да, успел к этому мячу. Удар ворота, гол. Приблизился, прошел одного. Отличная передача, ну, удар ворота, гол, гол. Володя Луцаев. Тараселья. Вошел в штрафную, ну можно бить. Обвел второго. Удар ворота. Гол! 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 Виталий Тараселья. За 3,5 минут до конца встречи забивает мяч в ворота Карлсбейса. ძალიან მნიშვნელოვანია რა, გუნდი რომ მიდიხარ რაღაც დონემდე, მაგ დონეზე მზად ახარ თუ არა. აი მე ვთვლი რომ თბილისის დინამო უკვე მზად იყო რომ ეგეთი დონის თამაშები ეთამაშა პანიკის და რაღაცა ტრაგედიის გარეშე თუნდაც გაშვებული გოლის შემდეგ რა. აგზელებ თამას ეხლა დარწმუნებული არ ახარ რომ შენ მაგ თამაშს აიგებ, მოიგებ, მაგრამ ვცდილობ მაინც რომ ყველაფერი გააკეთო, რომ ჯერ უნდა გაათანაბრო ხო ეს ანგარიში, იმიტომ რომ გათანაბრება რას გაძლევს, რომ დამატებითი დრო არის და მერე პენლებია და ესე შემდეგ. ამიტომ ეხლა, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა გოლი შევაგდეთ და ეხლა რომ მახსენდ, ხო მე შევაგდე ეგ გოლი, მაგრამ გითხრა რომ აი კატასტროფა მოხდა ჩემ თავში და რაღაცა ვიგძენი რომ მე ვარ ღმერთი და მე ვარ ყველაფერი, ეგ რა თქმა უნდა არ იყო. ჩვეულებრივი ეგ იყო ჩვეულებრივი ამბავი, ხო, სადაც შენ შეასრულე ის, რაც თელმა გუნდმა გააკეთა რა. იმიტომ რომ ეხლა ის პასი, რომელიც რამა შენგელიამ მომცა, ხო? ეგ წამოიღო, ერთი ფეხბურთელი მოატყუა, მეორე დამცველი გადმოიყვანა, ჩემი დამცველი თავის მხრივ მაგას არ გაეტანა ეგ გოლი და მოუცა გადასარევი პასი, სადაც უბრალოდ კარგი გასწორება უნდა და კარგი დარტყმა რა. ამიტომ ეს ყველაფერი არის გუნდი. გუნდურობის ისიც ეგ იყო ხო? და შენ ხარ ერთ-ერთი შემსრულებელი. 91 წლის გამარჯვება დღემდე არის და აღიქმება როგორც ეროვნული ზეიმი იყო ხო რაღაცა მახსოვს მეც. თუმცა მაშინ საბჭოთა კავშირის დროშით თამაშობდით, ხო? თქვენ თვითონ როგორ გრძნობდით ამას? ეს იყო ქართული გამარჯვება თუ იყო? არა, ესეთ რა არის? ეხლა ხალხშორის ბევრი მეკითხება, აი ზუსტად ეგეთი კითხვა არა, მაგრამ მაგის მსგავსი რა. ჩვენ ყოველთვის გრძნობდით
და მთელი საბჭოთა კავშირი გრძნობდა მაგას, რომ თბილისის დინამო არის საქართველოს თბილისის დინამოს გუნდი და არა საბჭოთა კავშირი. Finalny свисток Рикардо Латанци извещает о том, что динамовцы Тбилиси в 1981 году завоевали Кубок Кубков европейских стран. Большая удача грузинских футболистов. Столица Грузии, ликует вся наша страна. Тбилиси овладели этим кубком. სადაც ჩავდიოდით, ყველა გვიღებდა როგორც საქართველოსდან ჩამოსული გუნდი, როგორც თბილისის დინამო, ნებისმიერ ქალაქში და თვითონ მოსკოვში ჩავდიოდით. ვინ თამაშობს? დღეს თამაშობენ თბილისელები, ესე ამბობენ, რა. და აუცილებლად უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ მაგარი თამაში იქნება. სადაც თბილისის დინამო თამაშობდა, მაგათ ისეთი ასოციაცია ჰქონდათ, რომ ძალიან მაგარი თამაში უნდა იყოს, რა. როგორი ქართული სიამაყე ახლდა ამ ყველაფერს ალბათ. კი, რა თქმა უნდა, კი. მე მახსოვს მოსკოვის სპარტაკს ვეთამაშეთ, მოსკოვში ერთ-ერთი დამთავრდა, 80 წელი იყო თუ 81 წელი და ეხლა ლუჟნიკების სტადიონი 105,000 ეტევა რა. 105,000 მაყურებელი მოვიდა სპარტაკის და თბილისის დინამოს თამაშზე. არავინ კიევის დინამოსო ჩადიოდა, ხო, უდიდესი გუნდი იყო. იმდენი მაყურებელი არ მოსულა. ვერავსებდა, ხო. თქვათ, მოსკოველები ერთმანეთს ეთამაშებოდნენ იქ, CSKA, დინამო, არა, მაგდენი, აი თბილისის დინამო ჩავიდა თუ არა, შეიკრიფა ამდენი მაყურებელი. როდესაც ასეთი თამაში გაქვთ კარიერაში, 91 წლის 13 მაისს გულისხმობ. შემდეგ მთელი ცხოვრება თითქოს აი ამ ერთ დღეში გაბრუნებენ ადამიანები, გულშემატკივრები. ფეხბურთელისთვის ეს ბედნიერებასთან ერთად არის პასუხისმგებლობა, როცა მოქმედი ფეხბურთელი ხარ? ესეთ რა არის ახლა, აი ფეხბურთელი ვისთვის თამაშობს? მაყურებლისთვის, ხო? იმიტომ რომ შენ რო გადიხარ სტადიონზე და შეიკრიფება 80,000, როგორც დინამო სტადიონზე ჩვენთან იკრიფებოდა და 90,000 ყოფილა, ხო, არის თამაში, 90,000 მაყურებელი ესწრებოდა და ლივერპულთან რო იყო თამაში, 100,000 ხო შეიკრიფა და ერთი 500,000 გარეთ იყო, კიდევ ვისაც შემოსვლა უნდოდა. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ეგ ემოციებია, გინდა რომ აი ეს მაყურებელი რომ მოვიდა გაახარო, რითი უნდა გაახარო? შენი კაი თამაშით, შენი დათო ყიფიანი ვიტკისრით გაჩერება, მაგითი გაახარო, ხო? რაღაც ფინტი ფეხებს შუა გაუტარო დამცველს, რომ ამხელა სტადიონი აყვირდეს. ეს არის რა თქმა უნდა, ამის შოუცაჩვენო, ხო? ანუ ეგ არის ფეხბურთი ახლა. მე მაგალითად ახლა მსოფლიო ჩემპიონატს ხო უყურება რა? აი ზოგიერთი თამაში გამომირთვია კიდევაც და არ მიყურები. ინტერესო, ხო. მაგრამ რო თამაშობენ ეგეთი ზვეზდები, როგორც იამალია, დღევანდელი, როგორც ბაპეა, როგორც ის დებელია, თუნდა ჩვენი კვარაცხელია, ხო? გიხარი ეგეთ ფეხბურთის დანახვა რა, იმიტომ რომ ეგ არის, რომ კაც რომ მოატყუებ და არავინ არ იცის როგორ გააკეთებ შენ მაგას. და რა სიურპრიზებს. ხო, ეგ არის ემოცია, ხო? რატო გიყვარს მესი, რატო გიყვარს მარადონა, რატო გიყვარს ჩვენი ფეხბურთელები იგივე კიდევ ერთხელ ვამბობ,
დათოყიფიანი, ჩივაძე, რამა შენგელია, დარასელი ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლი. იმიტომ რომ არაორდინალურ რაღაცებს აკეთებდნენ და ეგ არის ფეხბურთი რა. ბატონოვა, თქვენ გამოცდილი გაქვთ საქართველოს გახარება. აი სულ ახლა ხანს, რამდენიმე წლის წინ იგივე გაერთიანება მოახდინა ფეხბურთმა ქართველი ხალხის, ხო? 2 წლის წინ. ესეც ფეხბურთი თვითონ ისეთი სახეობაა, რომ მთელ მსოფლიოში აერთიანებს ხალხს, რა. ხო. აი მაგის კითხვა მინდოდა თქვენი აზრით, რატომ სჭირდება, ან სჭირდება თუ არა პატარა ქვეყანას აი ესეთი საფეხბურთო გამარჯვებები? არა მხოლოდ სპორტულად, აი ადამიანურად, მორალურად. ნუ იცით რა არის, მაგალითად საქართველოს რო ავიღოთ, ხო? ხო. აი ქართველი რო უყურებს თავის გუნდის თამაშს, ასოციაცია აქვს, რომ ებრძოლება მთელ მსოფლიოს. ხო. აი ვიღაცას ეთამაშები, ხო? თქვა ჩამოვიდა მოსკოვის სპარტაკი კიდევ ერთხელ, ან მოსკოვის CSKA. ხო. ეს მაყურებელი იმას კი არ უყურებს, რომ ვოვა გუცაევი და იქ თქვა პოზნიაკოვი ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ. ეგ უყურებს, რომ თბილისის დინამო ეთამაშება ვიღაცა დიდს. ხო. აი რაღაცა 140 მილიონია და შენ ხარ 3-4 მილიონი და შენ ეთამაშები მაგას. და შენ რო იგებ, აი ეგ არის მაგისი ემოცია რა, ეგ არის ხარიზმა, ეგ არის არ ვიცი, ყველაფერი რაც არსებობს რა. ამას სხვა ეხლა არავის არ ეწყინოს, ვერც ძლეოსნობაში ვერ იგზნობ მაგას, ვერ ჭიდაობაში, კი საამაყოა რა თქმა უნდა. ხარიზმა კი. ვერც აი ამას იგზნობ მარტო აი ამ ფეხბურთში რა. იმიტომ რომ ეგეთი სახეობაა. მე ახლა არ ვიცი რითია ეს ფენომენი ფეხბურთის, მაგრამ ეგრეა რა. ამას აკეთებს ფეხბურთი. აი ეს აერთიანებს. თქვენი რეაქცია როგორი იყო ახალი თაობის წარმატებაზე? როგორი რეაქცია ჰქონდა დღევანდელი ეროვნული ნაკრების წარმატებაზე? რა თქმა უნდა, ახლა მარტო მე კი არა, მთელი მაგალითად ჩემი მეგობრები და ეს უაზროდ გახარებულები ვიყავით, იმიტომ რომ ეგ ხო მარტო თქვათ მაგათი მოგება არ არის, ხო? ეგ არის საქართველოს ფეხბურთის მოგება, იმიტომ რომ შენ რო ხდები ფორუმზე, იცით ფორუმზე როგორც ევროპის პირველობა, ფინალური სტადია, ამ მსოფლიო თქვათ, ეხლა აი წარმოვიდგინეთ უზბეკეთი რამდენად ამაყები არიან და იყვნენ, როცა მაგათი გუნდი მოხდა იმ 48 გუნდში და არიან იქ, კი წააგეს თამაშები, ამას მნიშვნელობა აღარა აქვს რა. წააგებენ ახლა უზბეკეთია, რა თქმა უნდა, ეგ არ არის საფეხბურთო ქვეყანა და არ აქვს ტრადიციები ისეთი, როგორც ინგლისს და ეს, მაგრამ ეგ სიამაყეა პატარა ერის რა. ეხლა წარმოვიდგინეთ, როგორი სიამაყე ვიგძენით ჩვენ 24 წელს და რამხელა სიამაყე იქნებოდა, რომ მოხდარიყავით ახლა 26 წელს, ხო? 10-ჯერ მეტი მე მგონი რა. ხო, სწორია. აი, არ ვიცი რითია ეს ფენომენია ფეხბურთი რა. აი ეგეთი ფენომენია ფეხბურთი. და ამას უნდა გაფრთხილება, ამას უნდა განვითარება, იმიტომ რომ რაც ფეხბურთს მოაქვს ნებისმიერი ქვეყნის არც ერთ სპორტს არ მოაქვს. არავით, არც სპორტს, არც ხელოვნებას, არაფერს არ მოაქვს ისეთი აჟიოტაჟი, როგორც მოაქვს ფეხბურთს. და ბედნიერად გზნობს ის ხალხი თავის თავს, ვისაც მაგარი გუნდი აქვს. ეხლა წარმოვიდგინეთ ფრანგები, ესპანელები, როგორი ამაყები არიან, რომ ძალიან მაგარი გუნდი ყავთ და მაგარი ფეხბურთელები ყავთ შიგნით და მაგრად თამაშობენ და აოცებენ 5 მილიარდ მთელ მსოფლიოში. მართალია. ბატონო, თქვენი და მადრიდის რეალის ისტორია მინდა რომ მომიყვეთ. მაგის გახსენება არც მინდა რა. მქონდა მაგარი შანსი, ვთქვათ, ცხოვრებაში ხო ერთხელ იძლევა ადამიანს შანსი, რომ სადმე მაგარ გუნდში ითამაშოს. კი, თბილისის დინამო ძალიან მაგარი გუნდი იყო, მაგრამ ეხლა შედარებითია ყველაფერი, ხო? ეხლა რეალ მადრიდი დღემდე ნომერ პირველი გუნდი, ხო? უკვე 100 წელია ფაქტიურად ითვლება ნომერ პირველ გუნდად მსოფლიოში, რა. და ნუ მე მქონდა რა, მადრიდის ტურნირი რო ითამაშეთ, მთელი გუნდი თამაშის შემდეგ ჩვენ და ბავარია ცხოვრობდით ერთ სასტუმროში რა. და თამაშის შემდეგ მოვედით
ჩანთები ისინი დავაგდეთ, მოკლედ ჩამოვედით, ვივახშმეთ და გამოვედით მერე ფოიეში. დიდი კაი სასტუმრო იყო, ლამაზი. ერთი გაგვიკვირდა ერთი რამე, რომ ზიანეს ბავარიის ფეხბურთელები, ეწევიან სიგარეტს და კარს თამაშობენ და ლუდები უდგათ ყველას. ჩვენთვის ხო ეგ ტრაგედია იყო ეხლა, რომ დაენახა მსნელს, რომ შენ ლუდს ვავ, ან მით უმეტეს სიგარეტს ეწევი, ეგ იყო ну, არ ვიცი, დახვრეტა პირდაპირ არ იყო, მაგრამ სპორტული დახვრეტა იყო რა ფაქტიურად. ну, ჯერ ეს გაგვიკვირდა ძალიან მაგრად და ჩვენი ხელმძღვანელებიც ხო დადიოდნენ და მაგათ ვეუბნებოდით, აი, შეხედეთ რა ტიპები. როგორ იქცევიან. როგორ თავისუფლად არიან, ну, ეგ შორს იყო ჩვენგან, გასაგებია, კარგი. და არ ვიცი, ალბათ იცოდნენ უკვე ხელმძღვანელები, ყველა ქვევით არის. ნოდარ ახალკაცი, კახი ასათიანი, სერგო კუტივაძე, კგბ-ს წარმომადგენელი, ცეკადან იყო ომარ სიამაშვილი, ყველა ქვევით არის და ამ დროს შემოდის პრეზიდენტი რეალ მადრიდის და 1-3-4 კაცი მოყვება, ეთყობა იურისტები თუ ვიღაცები. ჩვენ აზია რა ვართ რა, კი გვითრა ვიღაცამ რომ ეს პრეზიდენტი მოვიდა. არიან ხო? ჩვენ ვიფიქრეთ რომ ხელმძღვანელებთან რაღაც საქმე აქვს, ან ვახშამზე უნდა დაპატიჟონ, ან მილიონი რაღაც ღონისძიება. ვერ წარმოიდგენდით. ხო, ну, არა თურმე მიდის ჩემზე ლაპარაკი რა, შემოთავაზებაა რომ რამდენი გინდათ ფულიო, ტრანსფერი, რომ მოვყიდოთ ეგ ფეხბურთელი. თქვენ არიცით არაფერი ჯერ. ჩვენ ჯერ აზია რა ვართ და მე ეს შორის თარჯიმანი იყო ნიკო ცაგარეიშვილი, ძალიან მაგარი კაცი, ცხონებული და ეგ მოვიდა და იმან გითხრა რომ იმან გახეთქა ეს ფოტკა რა რომ არც გეტყვი. ო, შესაყიდლად მოვიდნენ რაღაცა და ნუ ჩვენება ბუნებრივია უარი უთხრეს რაღაცები მოიფიქრეს კგბ-მ მაგარი ბინა აქვს 60 ოთახიანი, მაგარი მანქანა ყავს, მაგარი ისა ყავს, მაგარი და მე შაყირით წამოვიდა რომ ვოლგა ყავსო რა. კი არ უთქვიათ მანქანა. მაგარი ბინა აქვს და ვოლგა ყავსო. რაღაც იმათმა იცოდნენ ვოლგა მდინარე რა და იფიქრეს რომ ვოვას ნაყიდი აქვს 1-2-3 კილომეტრი ამ ვოლგის და ეგეთი რაღაცა იყო რა. რა დასანანია. ხო, შორის მე ანუ საბჭოთა წყობის შედეგი. რა თქმა უნდა, ეს მაგ პერიოდი იყო, გაფიქრებაც არ შეიძლება მაგაზე. როცა გაიგეთ რა რეაქცია ქონდა? არაფერი, ნუ რა რეაქცია, ვიცოდი რომ აბსურდი იყო მაგაზე ლაპარაკი. просто იჯექით მერე და შაყირობდით და მასაყირებდნენ, აუ ვოარა გამაზე და შორის მე რატომღაც ის კგბ-ს თანამშრომელი მთელი ღამე არ ეძინა თურმე. არ გაიპაროსო? ხო, არ გაიპარო, მართლა გეუბნები. და ჩვენ ცხოვრობდით ერთ სართულზე და რა ქნა, კარი გააღო. სკამი დადგა კარებთან, არა, და სკამზე იჯდა კარებთან რა, იმიტომ რომ ღამე ხო კარი რო იღება, ხო იცი სიჩუმეში ყველაფერი ისმის და სვალი ვერებდა, რაღაცას რო გაიგებდა, გავარდნილი იყო უკვე და თქვენ გეძინათ გემრიელად ვოლგის პატრონი ყავით. არა, ნუ ეხლა რატო აზე ვერ მოვიდა, რომ დილით ავდგებოდი, გავიდოდი, თქვა, დიდი სუპერ ისინია მარკეტში. მოლები, ხო და იქიდან შევიდოდი და იქიდან გავიდოდი და არა. არ გაგჩენიათ არც ერთი მომენტი მაგის. არა, ნამდვილად ეხლა. ნამდვილად არა. იმიტომ რომ ერთი მაგანაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, როგორ გუნდში თამაშობ რა, ეხლა ვიყავი თბილისის დინამოში და და მეგობრებსაც არ უღალატეთ. ხო, არც მეგობრებს, არც ჩემ მშობლებს და არავის რა, წარმოიდგინეთ რომ მე კი წავიდოდი, თქვა, კარგად ვიქნებოდი, მაგრამ დანარჩენი ყველა დატანჯული. ამათ აგებინებდნენ პასუხს. დღევანდელ სპორტსმენებს ფსიქოლოგები, მედია ტრენინგები უტარდებათ, ხო? სპეციალისტები ეხმარებიან. თქვენ თაობას ყავდა ვინმე ასეთი საყრდენი? ან გეხმარებოდნენ ემოციურად? ესეთ რა არის ერთი პერიოდი, ნოდარი რომ მოვიდა მცნელად, მაგალ მოიყვანა ერთი მოსკოვიდან ჩამოვიდა ფსიქოლოგების ჯგუფი. ხო. და აქედანაც ფიზკულტურის ინსტიტუტიდან იყვნენ
1-2 პროფესორი, რომელიც დადიოდა ჩვენთან და რაღაცა ვიჟექით, რაღაცა გამოკითხვები იყო. ნუ ეხლა როგორც გავიგე და უკვე ვიცი, რომ ნოდარი რომ მოვიდა, ეხლა ძალიან პროგრესული ტიპი იყო. ხო. და უნდა გაეგოს ნებისმიერი ჩვენგანის ფსიქოლოგიური პორტრეტი რა. ხო. აი როგორი ტიპი ხარ, რა გიხარია, თქვათ, როგორ მოიქცევი ამ სიტუაციაში, იმ სიტუაციაში, თვითონ როგორ დაგელაპარაკოს, რაზე გააკეთოს, თქვათ, აქცენტი და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. ხო, ეს იყო თქვათ შორის 1-2 თვე მე მახსოვს, რომ აი ეს მოსკოვიდან რომ ახალგაზრდა ბიჭი იყო, ორნი იყვნენ, 2 ბიჭი და 2 გოგო. და რაღაც სურათებს ვანახებდა ისა და აი რას ხედავ თქვა თამაში და მე ვეუბნებოდი მე ვხედავ ამას და ალბათ ამაზე აგებდნენ ჩემ პორტრეტს რა. თქვენ ერთხელ თქვით რომ ხალხს ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ცუდად თუ ვითამაშებდი, ვიცოდი რომ ჩემი წილი გინებად დამსახურებული მქონდაო. ეხლა არ არსებობს ფეხბურთელი რომ არ აგინონ, ხო? თქვათ ეხლა მესი ან ბაპე რო გამაზონ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნახევარი სტადიონი დედას აგინებს. ეგ გამოვალი მდგომარეობაა. ფეხბურთელისთვის ძიმე. არა, მე სუყვები და ასეცი. ძალიან მაგარი გულშემატკივარი იყო და მეგობრობდა ჩემთანაც და დათო ყიფიანთანაც რა. ძალიან მაგრა მეგობრობდა, ბაზაზე მოდიოდა რაღაცა ისა და მაგრამ ვერ ჩერდებოდა რა. სტადიონზე, ტრიბუნაზე რო იჯდა, სულ ემოციებში იყო აი ნერვიულო. ხო, აი, რო იტყვიან ზავადნოი ტიპი იყო რა და სულ გვაგინებდა რა. და ჩვენ გვესმოდა, ეხლა დინამო სტადიონი როგორია იცით? მით უმეტეს ზაფხულში, როცა მაგარი სიცხე იყო, ხალხს ეზარებოდა ყვირილიც კი. ხო. და იყო ესეთი სიჩუმე ხომე რა, რაღაცა აი, არ ვიცი რა. იმის და რაღაცას რო ვიზავდით, იმის ხმა ის გვესმოდა ამ გურამოს დათო შენი ვოვაში და ერთხელაც ბაზაზე რომ მოვიდა დავიჭირეთ რა და გურა გეყოფა რა ჩვენი გინება თუ ძმაკაცები ძმაკაცი იყავი რა თუ ტრეობა გინდა მაშინ ჩვენც რაღაცას ჩვენც ვიცით გინება. ხო რაღაცას ვიზავთ რა დაიფიცა აღარ ვიზავ. აი ჩემი ისა ხმას აღარ ამოიღებ თქვენზე მაინც ხმას უგურა და ერთი თამაშია ხაშორის მე არა დათო რაღაცა გააკეთა წაართვეს ბურთი თუ რაღაცა და ამ სიჩუმეში გვესმის და ხმა ვიცოდით და ვიცოდით უკვე საძის და გვესმის იქიდან გურამოს ხმა დათო შენი ვერ მე ვთხარი დათო დავანებოთ რა თავი ნუ ავანტყოფი ტიპია რა ამ ხრივ ემოციურად არ შეუულია და დავანებოთ რა თავი რა ვქნათ ეხლა კარგად ვითამაშოთ ნაკლებად გვაგინებს მეტი გამოსავალი არ იყო. დღევანდელ გულშემატკივარს რას ეწოდით? აი, როგორ უნდა უყვარდეს თავის ფეხბურთელი ისე, რომ გინებით გული არ ატკინოს და იცი რა არის? აი გულშემატკივარი რომ მოდის სტადიონზე, იმიტომ მოდის რომ თავისი ემოცია ანახავს რა. ამიტომ თუ მაგრად თამაშობდა, კაი რაღაც ამასაც ყვება ემოცია, გიждდება შენზე და ტირის შენზე, მაგრამ თუ ხედავს რომ შენ შეგიძლია მაგალითად გულშემატკივარი არასდროსაც შეაგინებს ისგანაც არ ელოდება. ხო, შეიძლება არ უნდა თქვა დაბალი დონის ფეხბურთელს რა. ხო. გულშემატკივარი აგინებს იმას, ვისგანაც რაღაცას ელოდება და ამას რო ვერ ხედავს, ამაზე გიждდება რა. ამიტომ ეხლა ხო ყველაფერი გამოვლილი მაგ და არასდროს არ მიკვირს და არც დღევანდელ ფეხბურთელს უნდა გაუკვირდეს. რომ თქვათ არ გააკეთა ის რაც შეუულია და თუ იმე მაგინა დაანებოს თავი რა ხო ნუ ხო მეს ეგ არის ფეხბურთის ერთ-ერთი შეიძლება ეგ რო არ იყოს ფეხბურთი უფრო ღარიბი იქნებოდა რა და ყველა რო თავს უკრავდეს ყველა იდიოტურ ეპიზოდზეც ეგეც საინტერესო არ არის ხო სწორია არა ჩუმად რო ისხდნენ ისიც რაღაცა რამხელა ძალას აძლევს ალბათ ტრიბუნა რა მაგას ხო მაგრამ ტრიბუნა ძალას აძლევს მაშინ როცა შენ თამაშობ რა. ხო რა თქმა უნდა. როცა შენ უტევ, როცა კომბინაციას
საკეთებ, კიდევ არაორდინალურ რაღაცას აკეთებ, ტრიბუნა აყვება, მაგრამ ტრიბუნა რო ხედავს, რომ შენ დადიხარ ფეხით და არც ისტრაფეა თამაში, არც ფინტია, არც რაღაც აზროვნება, ეგეც მერე ჯდება, ეგ თეატრიც ეგრეა რა, ეხლა თუ ცუდი სპექტაკლია, არავინ არ დაუკრავს თავს, ხო? და თუ კარგია ყველა ეპიზოდზე. აი, მაყურებელს. რა თქმა უნდა. კი. ბატონო, ფეხბურთელის ცხოვრებაში კარიერის დასრულება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. როცა აღარ არის სტადიონი გულშემატკივარი მატჩის, რა რჩება ადამიანს? ფეხბურთელს. იცით, ეგ არის ინდივიდუალური რაღაცა რა. ზოგი ძალიან ემოციურად განიცდის, აი რაღაცა ისა. ზოგი ნორმალურად ღებულობს და მე მაგალითად ნორმალურად მივიღე რა. ეხლა გავხდით 34 წლის. თბილისის დინამოს აღმოსვლა დამთავრდა. ძირითადი ფეხბურთელები, ჩემი მეგობრები, უკვე წასულები არიან. აი თან თუ ნორმალური აზროვნების პიროვნება ხარ, იცი რომ წინ დიდი არაფერი ამ გუნდს არ ელოდება. ხარ 24-35 წლის, აი რაღა გინდა, ნუ აი ვეღარაფერს ვერ დაამტკიცებ ახალს. ხო. რაც იყო უკვე დაამტკიცე და ისტორიაშია და ხალხს ახსოვს. ამიტომ ნორმალურად უნდა მიიღო რა, იმიტომ რომ ყველაფერი ცხოვრებაში იწყება და როდესაც თავდება რა. დამთავრდა რა შენი ეხლა სხვა ცხოვრება, მოემზადე სხვა ცხოვრებისთვის. გააკეთე ყველაფერი რომ განვითარდე და გადადი სხვა რელსებზე რა. თქვენთვის მამობა და ოჯახი რა ეტაპზე გახდა უფრო მნიშვნელოვანი? მე ისე დავამთავრე ფეხბურთი, რომ ოჯახი არ მყავდა რა. აჰა. მე მოვიყვანე, მე ცოლი ვიყავი 36 წლის, ანუ ფეხბურთი დამთავრებული მქონდა. ისე რომ საფეხბურთო კარიერის დროს თქვენ იყავით სასურველი სასიძო. კი, ალბათ. დიდი კონკურენციაც იქნებოდა. იცი რა არის, ეხლა ეგ მარტო ვეკი არა. საერთოდ პოპულარული მომღერალი ხარ, მოცეკვავე ხარ, ხელოვანი ხარ, კალათბურთელი ხარ, მოჭიდავე ხარ. თუ ხარ პოპულარული, პოპულარობას სხვა რაღაცაც მოსდევს რა. მოსდევს შენი ფეხბურთელი ბიჭები განსაკუთრებით მოდაში იყო. ნუ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ფეხბურთი სულ სხვა რამეა, ხო, მაგაზე ხო ვისაუბრეთ ჩვენ და ისა. ამიტომ ეგ არც მიკვირდა, იმიტომ რომ ეგრე იყო და ეგრე ალბათ უნდა ყოფილიყო და ეგრეც იყო. და არც ვაფრენდი რა, იმიტომ რომ მე ჩემ თავს ვსვლიდი მაგ პერიოდისთვის, როგორც შეიძლება მაგ პერიოდისთვის პროფესიონალი სპორტსმენი იყო და პროფესიონალი ფეხბურთელი, მე ვიყავი ალბათ ერთ-ერთი მათგანი. ვისაც ყველანაირი ნდობა მქონდა მოდარ ახალგაზრდთან რა. იმიტომ რომ იცოდა მე ზედმეტს არაფერს არ გავაკეთებ, ანუ ალკოგოლს არც ეხლა სვავ, არც მაშინ სვავდი. არ მოწევდით? ხო, ნუ ეხლა გოგოებში რამდენი უნდა ირბიდო, ნუ დებილი უნდა იყო მთელი დღე რომ ირბიდო, ხო? ამიტომ ჩემი мотиваცია რა იყო, რომ ზღვა მაგარს მივიღებდი, რაღაცა თან მოვიშუშებდი ამ ტრავმას უფრო ჩქარა და დაბრუნდებოდი და ბევრჯერ ყოფილა რომ მაგას უთქვია ეგეთი რამე, კალენდარს აიღებ და კაი, ეხლა მიდიხარ, აი 31-ში გვაქვს თამაში. 28-ში უნდა იყო აქ და ფორმაში უნდა იყო. ჩამოვდიოდი, ფორმაში ვიყავი, მაყენებდა თამაშზე და არ ვღალატობდი არაფერში. თქვენს ოჯახზე მინდა რომ მომიყვეთ. ყავს შვენიერი მეუღლე, თეა, ყავს ორი ბიჭი. ერთი ცხოვრობს ლონდონში, მეუღლესთან ერთად, პასპორტები აქვს, ინგლისელები არიან უკვე. მეორე აქ არის დაამთავრეს უმაღლესები, ერთმა დაამთავრა შვეიცარიაში, კოლეჯი და უნივერსიტეტი და მეორემ დაამთავრა ნიუ-იორკში, ამერიკაში სწავლობდა. მოკლედ რა მინდა ვთქვა, რომ განათლებულები არიან და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ რა. არ მოსდომებიათ მამის კვალს გაყოლოდნენ? იცი რა არის? მონდომება ერთია და ნიჭი სხვა. არ ქონდათ? კაი რა.
ორი ბიჭი. არა, უფროსი სუდად არ თამაშობდა სხვათა შორის, მაგრამ მე რაღაცა პატარა ეს შეემთხვა, რაღაც ავანტყოფობა და იმ პერიოდში დაანება თავი, თორე კარგად თამაშობდა. თქვენ გინდოდათ? სურვილი ქონდათ? ნუ ეხლა როგორი ტიპი უნდა იყო, რომ არ გინდოდეს, რომ შენი შვილი ხო. მithumetes დღევანდელ ცხოვრებაში, ეხლა ჩვენ ფეხბურთელები ხო საბჭოთა კავშირში ვტრიალებდით და მიზერი ისა პოპულარობა თქვა ქონდა ძალიან დიდი, მაგრამ მატერიალურად ქონდა ძალიან პატარა. დღევანდელი ფეხბურთელები სხვანაირები არიან. პოპულარობა ძალიან დიდია და ანაზღაურება ძალიან დიდია და მე პირიქით მადლობელი ვარ ამ პერიოდის, რომ ესე ხდება და ეს ბიჭები ტყილა არ თამაშობენ ფეხბურთს. მაგას სხვა რამე უნდა რა, მაგას ძალიან დიდი ნიჭი უნდა, ძალიან დიდი შრომა უნდა, ძალიან დიდი სხვა გზა არ ჭიეს ანუ. ხო. შვილიშვილებმა რა იციან ბაბუას შესახებ? ჩემი შვილი არის 2 წლის და იქიდან რომ ჩავთავთ ხო იმ ვიდეოში, თქვათ ჩემი მეუღლე ელაპარაკება. მორბის და კვირის ბაბუ მანახე, ბაბუ. გიждდება ჩემზე? ლეგენდა ბაბუის შვილიშვილი როა იცის? თუ ჯერ პატარა. დღეს ქართული ფეხბურთი ისევ ძალიან ემოციურ ეტაპზეა. დღეს ისევ იმ სინამდვილესთან ვართ, როცა ახლიდან უნდა გაკეთდეს გუნდი. იმიტომ რომ ის გუნდი, რომელიც იყო ევროზე წასული, კი რამდენიმე დარჩა. რამდენიმე კი არა, 1-5-6 კაცი, მაგრამ აი ნახეთ, ქაშია წავიდა, კვირკველია წავიდა, ის ირანში რო თამაშობს გვარი დამავით და კაი ფეხბურთი ის წავიდა. გველესიანი. ამიტომ იმის წინაშე ვართ, რომ ახლიდან უნდა გაკეთდეს ფაქტიურად დაცვა და დაცვა არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ფეხბურთელის, ხო? ამიტომ აი ეხლა მაგალითად სექტემბრის თამაშები, აი ერთა ლიგის თამაშები ხო იწყება სექტემბერში, ძალიან ბევრ რამეს დაგვანახებენ, რა, იმიტომ რომ მანამდე იყო ამხანაგური თამაშები და მე ვთვლი რომ ამხანაგური თამაში ფაქტიურად არაფერი არ არის და როცა უკვე ოფიციალური თამაშები იქნება, იქ დავინახავთ რეალურად რა ვარ დღეს. იმიტომ რომ ფეხბურთი ყოველდღე იცვლება რა, შეიძლება გუშინ იყავი კაი გუნდი, 2-3 ფეხბურთელი დაგაგდა, უკვე სხვა გუნდი ხარ და სხვა რამის წინაშე დგეხარ რა. აი ევროს შემდეგ, როცა წარმატებით ვითამაშეთ ეს თამაშები, ბევრი ჩვენი ფეხბურთელი გადავიდა უფრო კაი კლუბში. კი ბატონო. მაგრამ იქ ძირითადში ვეღარ თამაშობენ რა. ეგ ძალიან დიდი დანაკლისია ყველასთვის, თვითონ ფეხბურთელისთვისაც და ნაკრებისთვისაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფაქტიურად შენ იმდენი დრო არ აქვს მინდორზე რაც უნდა კონდეს. აქედან შენ არ ახარ იმ კონდიციებში, ვერ იზრდები როგორც ფეხბურთელი, რაღაცა ბევრი რამე გაკლდება და აი ამან ცუდი როლი ითამაშა რა. ბევრი რამე გვაქვს გამოსასწორებელი მოკლედ. რა არის ის ერთი თვისება, რაც ფეხბურთელს ყოველთვის უნდა კონდეს? იცი როგორ არის? აი რაც უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი ხარ, უფრო მეტი უნდა იშრომო რა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაყურებელი სტადიონზე რომ მოდის, ის არ მოდის იმის საყურებლად. იქ ის არის და იქ ვიღაც ის მოდის შენ საყურებლად რა. და შენ რო ყოველი თამაში მაღალ დონეზე ითამაშო და ეს ტრიბუნა აღტაცებული იყოს შენით და მე გუნდით, ძალიან ბევრი შრომა გინდა რა. და ღამე ხასიათი უნდა კონდეს ეს. ნუ ეხლა შრომა არის ხასიათი რა. თუ შენ ხასიათი არ აქვს, შენ შრომას შეიძლება 1-2 დღე იშრომო, მაგრამ ხასიათის გამო ვეღარ იშრომებ. კი ბატონო. ეგ როგორც სწავლაა, ხო? აი ორშაბათიდან მაგრად დავიწყებ სწავლას. ხო. მე მოდის მეორე ორშაბათი და ესე გძელდება. ესე არის ესეც რა. მithumetes დღეს, სადაც სულ სხვანაირი ფეხბურთი წავიდა, უფრო პრესინგებია, უფრო გაწვევიან, უფრო გახჭობენ. მოკლედ შეიცვალა ფეხბურთი ძალიან მაგრა და ძალიან ბევრი შრომა უნდა და მე არ მიკვირს რომ აი ამბობენ ახლა მე არა ვარ ახლოს ამ კვარაცხელიასთან და არ ვიცი, მაგრამ ამბობენ რომ ბევრს მუშაობს. კი, ალბათ. იმიტომ რომ ბევრი თუ არ იმუშავა ახლა წარმოიდგინეთ პარი სენ-ჟერმენში არის დემბელე,
არის დუე, არის ბარკოლა, ეხლა კიდევ ვიღაცა იყიდეს, შენ მეხუთე ხარ და უნდა მოხდეს სამეულში, ხო? თუ არის შრომე და ძმა თუ არ დაინახა, რომ შენ ყოველდღე შრომობ და თავს იკლავ, ერთს დაგისვავს და მორჩება რა. კი ბატონო. თქვენს დროს პოლიტიკოსები როგორ უყურებდნენ ფეხბურთს, როგორც სპორტს, როგორც პრესტიჟს, ხალხზე გავლენის ინსტრუმენტს თუ როგორც ქვეყნის სახეს? ახლა ერთი კითხვა მაქვს, ვის გულისხმობ პოლიტიკოსად? იყო ცეკას ნომენკლატურა. თავრობა, ხო? ეგენი არ იყვნენ პოლიტიკოსები, ხო? ეგენი იყო ნომენკლატურა. ხელისუფლება. ხო, ხელისუფლება. ძალიან პოზიტიურად, ძალიან მაგარი გულშემატკივრები იყვნენ და მე ვიტყოდი, რომ ბატონ ედუარდმა ძალიან მაგარი როლი ითამაშა ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ფაქტიურად ნოდარ ახალკაცი რო გახდა მცნელი, ბატონ ედუარდი გვერდით დაუდგა მაგას და გუნდს და ნებისმიერი საჭირო კითხვა თუ იყო და ნოდარი სვავდა მაგ კითხვას, ეგ იყო ჩათვალეთ რომ შესრულებული რა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი რამის გარეშე, ფული არ იყო და ვერანაირად ვერ გვაძლევდნენ ფულს რა. აბა როგორ სრულდებოდა? მხარდაჭერა იყო უბრალოდ? ნუ იყო სხვადასხვა კომუნისტური ხრიკები. ეგ აგ პრივილეგია რა, ვთქვათ, რომ სხვა ხელოდება 10 წელი, რომ მანქანა იყიდოს, შენ შეგიძლია გადაწყვიტო 2 დღეში, ხო, ფაქტობრივად. ბინებსაც ესე არ ელოდებოდნენ? ხო, ბინებსაც გაძლევდნენ, ვთქვათ, თამაშობ შენ თბილისის დინამოში და ხარ ჩამოსული ქუთაისიდან ან სოხუმიდან არა აქვს მნიშვნელობა. თბილისში გაძლევენ ბინას. თბილისში გაძლევენ ბინას, ეგ უკვე რაღაცა შეღავათია. პრიორიტეტი იყო მოკლედ. მე მაგალითად მირჩევნია რომ ფული მომცე და მე თვითონ ვიყიდი ტანკი მინდა, ვოლგა მინდა, როლს-როისი მინდა, თუ რაც მინდა, რაც დღეს ხდება, ეგრე ისა. სად გადის ზღვარი? აი, როდის ეხმარება სახელმწიფო ფეხბურთს და როდის იწყებს მის გამოყენებას? ეხლა იცით რა არის? ფეხბურთი ძალიან ბევრ რამეს იძლევა რა. აი ეხლა თქვა ტრამპი ავიღოთ, ხო? დებილი ხო არ არის რომ რონალდო მოიყვანა თეთრ სახში. დაპატიჟა და მთელ მსოფლიოს ანახებს, რომ აი ნახე რა სტუმარი მყავს, ხო? ეგ ხო მაგის პლუსებში მუშაობს, ხო? ან გააკეთა ეხლა ეს რო აცემინა ერთმანეთი ამ ბავშვებს, ამ ილია თოფურიას და რაღაც ისა. ეგ ხო ჩემი გადახედვინ არის ბოდიში და იდიოტობა რა, რომ თეთრ სახთან გააკეთო რინგი და აჩხუბო ხალხი, რომლებზეც გიждდება მილიონი გულშემატკივარი ყავთ, ხო და აცემინო ერთმანეთი, ნუ. ძალიან მაგრამ აკეთებს მაგას, იმიტომ რომ ეგ პოპულარიზაციას აძლევს რა. ან თქვათ ნებისმიერი მე არ ამგონია რომ ელიზავეტა რო იყო დედოფალი და 66-ში ჩემპიონები რო გახდნენ ინგლისელები, თავისი ხელით გადასცა თასი, ეს სოფლიო თასი ბობი მურს, მაშინ გუნდის კაპიტანი იყო ბობი მური. ეგეც ახლა თავის იმაზე თამაშობს, ხო? თავის პლუსებს იწერს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვს რა ფეხბურთს. და იყენებენ კიდევაც პოლიტიკოსები, ნებისმიერი პოლიტიკოსი იყენებს რა. მე არ მჯერა რომ სპორტი პოლიტიკის გარეშე, ეგ აბსურდია რა. სადაც დიდი სპორტია, ეგ დიდი პოლიტიკაა გვერდით. ყველაზე დიდი საჩუქარი რაც მიგიღია ცხოვრებაში. მატერიალურს არ გულისხმობ, აი ზოგადად ისეთი. ნუ ეხლა ყველაზე დიდი საჩუქარი ნებისმიერი მამაკაცისთვის ალბათ არის ოჯახი. როცა შენ მოყავს საყვარელი მეუღლე და მერე გიჩნდება შვილები, ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს. ერთადერთი რაც გრჩება ცხოვრებაში არის შენი ოჯახი რა. ფეხბურთიც ახლა ფეხბურთი მოვიდა, წავიდა. წარმატება მოვიდა, წავიდა. და ერთადერთი რაც გვერდით არის შენთან არის შენი ოჯახი, ხო? დედა, მამა, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, სიმდიდრე. ხო, ეგ არის რა, ახლა აი ვერაფერში ნორმალური ადამიანი ვერაფერში ვერ გაცვლის მაგას რა. უამრავი თამაში ახსოვს, წარმატებული თამაში ახსოვს ქართული ფეხბურთის ისტორიას თქვენი.
იყო თუ არა მარცხი, აი როგორ გახსენდებათ, რომელი თამაში იყო, აი ყველაზე ცუდად რო გახსოვთ. შორის ეხლა ფეხბურთია და სადაც მოგებაა, გვერდზე არის წაგება რა. ჩვენ წაგვიგია მაგარ გუნდებთან. აი მაგალითად გამბურგთან წავაგეთ, ხო? იმის შემდეგ რაც ლივერპულს მოუგეთ, მეორე ტური იყო გამბურგი და წავაგეთ, მაგრამ გული არ დამწყდა რა. იმიტომ რომ იქაც მაგრა ვეთამაშეთ, აქაც მაგრა ვითამაშეთ. ვიბრძოლეთ რა. მაგრამ ახსოვს ერთი თამაში მოსკოვში ტორპედოს ვეთამაშეთ, ვაგებდით 3-1. გავიტანეთ მეორე გოლი. გახდა 3-2 და 2 წუთით ადრე გავიტანეთ ნამდვილი გოლი 3-3 გავხადეთ და საჯი იყო კუსინი ეგეთი არ მახსოვს საიდან იყო, მაგრამ გვარი კარგად მახსოვს. მისცა ისეთი აფსაიდი, რომ აი გავგიჟდით რა და შევედით ტორპედოს სტადიონის გასახდელში და შვილებს ფიცავარ დავანგრიეთ ისა. აი ხო არა ვართ ეგეთი ტიპები, მაგრამ იმდენად ცუდი იყო და იმდენად აი აბსურდი იყო. ხმა ვერ ამოიღეს ტორპედოელებმა რა. იმდენად დაგჩაგრა მაგ აი დღემდე არ მავიწყდება ის და აი მე არა ვარ ბარბაროსი და მაგრამ აი ჯიგრები ვართ რომ ეგ დავანგრიეთ ეგ ყველაფერი მაინც აი გამოვხატეთ ამითი ჩვენი ის რომ არ შეიძლება რა ესე დაჩაგრო გუნდი შეიძლება სწორი არა ვარ რომ დავანგრიეთ მაგრამ აი რაღაცა აი რომ გამოვედით და წავედით მერე სასტუმროში მაგარი ყვაყოფილები ვიყავით დღეს რომ ახალგაზრდა ვლადიმერ გუცაევს შეხვდეთ რას ეტყოდით რას ვეტყოდი და ვეტყოდი რომ უფრო მეტი იშრობე იმიტომ რომ არ არსებობს ფეხბურთელი რომელსაც გავლილი აქვს რა გზაც არ უნდა გაიაროს ძალიან მაგარი გზა საფეხბურთო თუ ნაკლები თუ ისა რომ არ ფიქრობდეს რომ უფრო მეტი რომ ესრომა უფრო მეც რაღაცას მივახცევდი რა რა თქმა უნდა ეხლა ანალიზს რო ვაკეთებთ მე პირადად ვიჭერ ჩემ თავს რომ აი ამაში შევცდი აი ამაში შევცდი მაგრამ ეს უკვე ეხლა ამას აქში თუ მაშინ როცა ახალგაზრდა ხარ მაგაზე ხო არ ფიქრობ რა როცა ახალგაზრდა ხარ შეგონია რომ აი ყველაფერი შენია აი ერთხელ ბაზაზე ვართ ვიღაცა თამაში გვაქვს და აი გძნობ რაღაც სასწაულ ფორმაში ვარ რა და ჩემთვის ფიქრობ რა რომ აი ვინ უნდა ვის უნდა ვეთამაშო რომ არ დავანგრიო რა ეს როცა ეგეთი აზრები მოგდის ხო შენ სწორი არ ახარ რა იმიტომ რომ ნებისმიერ გუნდში არსებობს ტიპი რომელიც შენზე მაგარი იქნება რა ხო მაგრამ ეჭვირო გეპარება საკუთარ თავში არა გასაგებია მაგრამ მაინც უნდა შეხედო ცოტა კრიტიკულად რა კაი შენ კაი ფორმაში ხარ იმაში მაგრამ უფრო მეტი იშრობე უფრო მეტი გააკეთე იმისთვის რომ უფრო კარგად იყო რა იცი რა არის აი დღესაც ჩემი ასაკის ხალხს რო ხვდები და აუ საბჭოთა კავშირი რაღაცას იძახიან რა სისულელეს მე არ ვიძახი ნამდვილად გეუბნები იმიტომ რომ ეს საბჭოთა კავშირი სისულელე იყო მაგრამ მე მივხვდი რომ მაგას საბჭოთა კავშირი კი არ ენატრება ენატრება თავისი ახალგაზრდობა რა როცა იყო 18 წლის 20 წლის ყველაფერი ეგონა თავისი სადაც წავიდოდა ყველა გოგო თავისი ეგონა ყველა ეს თავისი აი ეს ენატრება რა და ამიტომ ძნელია რა ეხლა აი რას იზავდი არ ვიცი უფრო მეც კი ვიშრომებდი ნამდვილად არის რაიმე რასაც ნანობთ და გამოსწორებას ისურვებდით ეგეთი ბევრია ძალიან ეხლა რომ დავიწყო ჩამოთვლა ალბათ მინუსებში გავა ისეთი რამე მნიშვნელოვანი არის არა ალბათ არის მაგრამ იცი რა არის ადამიანი რითია კაი ტიპი რა რომ ახსოვს პოზიტიური რაღაცეები რა და მილიონი რაღაც სისულელე გაგვიკეთებია მაგრამ ეგ არ გახსოვს მაგრამ გოლი რო გავიტანე ლივერპულთან ეგ მახსოვს ფინალში რო გოლი გავიტანე ეგეც მახსოვს ცუდი თამაშები მილიონი მქონდა ალბათ მაგრამ არ მახსოვს დაიკარგა და კიდევ კაი ხალხსაც არ ახსოვს თქვენს არქივს ხშირად უყურებთ სხვა შორის ყურება აღარ უნდა რა
ძალიან ბევრი არის YouTube-ზე, ძალიან ბევრი არის იმაზე, TikTok-ზე. რაღაცა სიმაშები ბახ შენი თავი. მოსახლე მდგომარეობა დათმა არის. ვლადიმერ გუცაევი ამ გატანილი გოლის ავტორი. თურმე ესეთი ტიპი ყოფილხარ 28 წლის რო იყავი ან 26 წლის. ვა, თურმე ეს გაგიკეთებია რა, კაი ტიპი ყოფილხარ და რაღაც ეგეთი რაღაცები კი და. შესაძლოა რა განცდა? კარგია. სიამაყის, კი, მონატრების კი, რა თქმა უნდა. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენი ცხოვრების თავარი ამბავი. მე მგონი მთელი ჩემი ცხოვრება არის თავარი ამბავი რა. მე ესეთი მართლა გეუბნები რა, ესეთი სპორტულად, მეგობრულად, ოჯახურად ისეთი ბედნიერი ცხოვრება გავიარე, რომ აი რამე წუწუნი რო დავიწყო, უნდა ვიყო ალბათ ბოდიში ამ სიტყვაზე ქუჩურად ვიტყვი დებილი რა. იმიტომ რომ ფეხბურთში გაგიმართლა. ბევრ რამეს მივაღწია რა. და მთავარი რასაც მივაღწია ხალხის სიყვარულია რა. იმიტომ რომ დღესაც რო გავდივარ სადმე ნებისმიერ ადგილას, ვინც კი მხედავს ან ტაქსში ჩავჯექი, მიცნო იმან რა თქმა უნდა ტირის და რაღაცებზე იხსენებს რაღაცებს და სულ მეუბნება რომ აუ ეხლა გადარიცხული რო არ იყოს ეს 15 ლარი არ გამოგართმევ. არ გამოგარ ამაზე მეტი რა უნდა იყოს გავლილ ცხოვრებაზე, ხო? ოჯახი შვენიერი თან კარგად არიან, ერთვა კარგად ამყოფოს, მეგობრები, მილიონი კაი მეგობარი. ნუ ბევრი დავკარგეთ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია. ეხლა მე მაგალითად ყოველთვის ვამბობ, ძალიან მაკლია დათო ყიფიანი რა. დათო ყიფიანი რო გვერდზე იყოს ჩემთან დღეს, მე სულ სხვანაირი ტიპი ვიქნებოდი და ეგეც სულ სხვანაირი. აი რატომღაც ფიქრობ რომ სულ სხვანაირად წავიდო და ჩვენი ფეხბურთელის შემდეგი ცხოვრება. და ეგეთი მეგობრები ახლა დათო ყიფიანი რატომ მოვიყვანე, იმიტომ რომ ყველა იცის რომ დათო ყიფიანია, მაგრამ მილიონი ეგეთი მეგობარი მეც და სხვებსაც ყავს, რომლის ძალიან დიდი იმედი ქონდა, ძალიან მე მაგალითად ერთი ჩეჩენი მეგობარი მყავდა, აი არ გავცვლიდი არავისი რა. აი რა. საქართველოს უყვარდა უაზროდ და ჩემზე ხო აფრენდა და არ ვიცი რა, რეებს არ აკეთებდა, მე რო დამინახავდა და მეც გარკვეული ეგეთი სიმპათია მქონდა, აი როგორ შეიძლება ეგ და ამიტომ მე ძალიან ბედნიერი კაცი ვარ რა ალბათ. ყველაზე ახლო მეგობარი ვინ იყო გუნდიდან თქვენი? საშორის ყველასთან კარგად ვიყავი, მაგრამ იცი რა არის, მე და დათო ყიფიანმა ერთად დავიწყეთ თამაში რა. იქიდან სულ ერთად ახში ვიყავით, ახალგაზრდულ ნაკრებში ერთად ვიყავით, პირველ ნაკრებში ერთად ვიყავით, დინამო სპაისკებში სულ ერთად თან ერთი ასაკის რო ხარ, ამას ფეხბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ეხლა შეიძლება ცხოვრებაში ესეთი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფეხბურთში აი შენი პლიადის არის. თორე რა, მე ყველასთან დღემდე ყველასთან მეგობრობ, ყველას დანახვა მიხარია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ დღევანდელი საუბრისთვის, საინტერესო საუბრისთვის და გულწრფელობისთვის და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო და აი სულ ის გეთქვათ, რომ ბედნიერი ხართ და ბედნიერი ცხოვრება გაქვთ და დიდხანს იყავით ესეთი დიდი მადლობა. ბედნიერი. და მეც ძალიან დიდი სიმპათიით ვარ თქვენს მიმართ. მადლობა. თქვენ გადაცემას დიდი წარმატება. ძალიან დიდი მადლობა. დაგიმარჯვოთ და მინდა კიდევ გულშემატკივრებს უთხრა, რომ ეცით რა არის? ეს ქართულ ფეხბურთში ცოტა არეული სიტუაცია რა. ეგ ჩვენი ჩემპიონატი საქართველოს პირველობა იმ დონეზე არ არის, რაც უნდა იყოს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვები გარბიან საავგარეთ, ხდებიან მერე კაი ფეხბურთელები და უნდათ რომ საქართველოს ნაკრებმა გაიბწყინოს. ზოგჯერ გამოდით, ზოგჯერ არ გამოდით. მაგრამ გულშემატკივარი იმისთვის არის, რომ ყველაფერს უნდა მივცეთ დრო და უნდა მივცეთ შანსი, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეთ. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა უთხრა პირადად ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან, იმიტომ რომ წეღან რო გითხარით, რომ ქალაქში რო გავდივარ, ყველა მეფერება, ეგ მარტო ჩემს მიმართ არ არიან რა. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ჩემი კოლეგა
რომელთანაც მე თამაშობდი, რომ გადიან იგივე სიტუაციაში არიან და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და საქართველოს ფეხბურთი წინ იქნება დიდი წარმატება. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, მადლობა რომ ჩემს მაყურებელს დრო დაუთმეთ. მე კი გემშვიდობებით. დღევანდელი ჩემი სტუმარი იყო ფანტასტიკური ფეხბურთელი ვოვა გუცაევი. მე მომავალ კვირამდე დაგემშვიდობებით. დროებით.